სალამი ყველას, აგერ გიერთებით მე ზვიადი და დიტო და გვაქვს ეგეთი ჩელენჯი. ვინ იცის პოლონეთში არსებული რესტორნები უკეთ? მე მეორედ ჩამოსულმა ამ ვაშკაცმა თუ იმ ვაშკაცმა რომელიც უკან ზის. დიტო ირჩევს აზიურ სამზარეულოს, ზვიადი შენ რას ირჩევ? მექსიკოს. ზვიადი ირჩევს მექსიკოს. მე კიდე ინტერნეტში უნდა დავზებნო, გამოვიყენო ჩემი უნაჩვევები Google search-ის და ვნახოთ აბა ერთი ვისი აჯობებს. წაგებული. თბილისში ოდესაც გადავიკვეთებით საქართველოში. კისრულობს სერიოზულ რესტორანს. კაი ჩემო ძმა, აუცილებლად. ახლოვდებით პირველ დაწესებულებას რაღაცა რა ქვია? El Gordito. El Gordito. გადაიხადი 107 ლარი სამ კაცზე, ჩემსაით პოლონეთისათვის არ არის ძვირი, თავარი არის ეხა გემოები. შენ რა სიტყვი დიტო, ძვირია ცოტა? ეს ცოტა არ იყოს მეძვირება 150 გადახდა, იმიტომ რომ როგორც ნეკნის მოყვარული მაგალითად 150-ში კაი ნეკნის მოცია მოდის რა. შედარებითია ყველაფერი რა. შეხედე, მე უკვე ვიცი ვინ იგებს. შედარებითია ყველაფერი. აი, ჩვენ შევკვეთეთ როგორი ისა, როგორი იგულიყო. Chili con carne, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს ის რა. და შევკვეთე? Chili con carne, რომელიც პირად ჩემი ვარაუდით ყველაზე ჩილი ხოჩი დასიშნავს. ხوارგეჩინია. ციცაკა, ცხარია. თო ძალიან ცხადია? არა. ნუ გეჩინია, ეგეცია. რო უთხრა ფული არა მაგ და სხვანაირად გადავიხდიო, დამცხები იყო. ეგრევე პოლიცია. შენ რატომ უნდა გადაიხადო ეგრე? ფული არა მაგ და სხვანაირად გადავიხდი, კაი გოგოთო იქნა. ამას ხოიცი ამოჭრე. ამოჭერი. ლიმონი დააწურო და თუ როგორ არის? თუ გინაკლი თუ არა. არ არის აუცილებელი. იზიმი არის და მე ორ წავს ჭამ, 3 წამი ჭამია. ეს. აბა, შაურმა, აბა. არა, რა შაურმა, ბიჭო. საჩაურმა სადა ეს? აბა, ნახოთ რა არის. ნახე, ნადირი, დედა მოუავ. ამან უკვე შეჭამა. შენ რა იყო სახში არ გაჭმევენი მე თიმა. მე ნაჭამოვედი. ოფიქრე იმ დაჭამი შეერი არ მოყვეთი ჩემი. ხეს მომაჭამდა იმენა. ბურგერს და ბურიტოს მაგარი საფოჭო. შენ გვაქვს პრობლემა. ასე თუ გავაპატიურებ ნებისმიერ საჭმელს ვთქვათ. ბიჭო, არა ბრინჯია, შეხედე, შუ ბრინჯია. ნუ ხორცები ამოჭამე. და მაგიტო. ბრინჯა დობიო დასჩამ. ხო არა, ხორცი ცოტა იქ მაგრამ. ხორცი ძალიან ცოტა იყო. კაუჩე, შენ უჭერ ათიდან რეალურად ეხა ტრაკის თამაშის გარეშე. რვანახევარი. რვანახევარი, შენ? ჩესტად. ჩემთვის 10-დან 10 მარტო ქართული საჭმელია. რამო? ავი 9.8. რა 9.5 უნდა იყოს მაშინ. ესევე დავიწყოთ. კაკი. რაც შემეხება მე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მაქსიმუმში მდიხულა. რატო გეტყვი? პირველი ხუთი ძალიან ცოტა იყო. მეორე ძალიან ძვირი და მესამე ფიჭი ყოფილი. ხოლმე შეში. ძვირი იყო სხვა. ეხლა მაშინ 30 ლარი მიეჭი ამაში? ხო, მაგრამ სასმელები აქ ძვირი ის არ არის იაპი. სასმელი გირდა სადღაც 12 ზლოტამდე მაინც ეღირებოდა. კი, 39 ზლოტი არის ამის წესი, აი ნახე. ხო, ნუ არ ვწდებოდით 120 ზლოტს არ ვწდებოდით ბურიტოებიანად რა. მაინდუნია. აბა დიდი შემოვლებით მარტო ხოჩი რო ყოფილიყო. ცოტა მაგას მოვაყიდე, იმიტომ მაგ დიალექტემოდა და იოგო შოჭამე, იცი ძალიან გემდია. ბრინჯი ჩემის აზრით არ ხდება ბურიტო. მაშინ შენთვის კესადია უნდა იქ მარტო ხორცია. გეუბნები კესადია, დაჟე მინიშნებას გაზრდები, მაგრამ არ მაჭამის კესადია.
აი რა ჩადიხა უცხოყანებს და აა მომდევნო ჩამოსვლაზე შეინახა ზვიადინის. ხო რა შეხება გარემოს აი ძალიან მაგარი გარემოა რა იმენა აქ ნებისმიერ ადამიანს მოიყვან მოგოსაც მეგობარსაც ოჯახის წევრსაც გარემოს სამ რა მოგეცინა არც ერთი არ აქვს ახლა მაგითო რომ ყავდეს მოკლედ შეხვდებით უკვე დიტოს არჩეულ ობიექტში დიტო კოზირი გამოაჩინა დიტო სად მიდივართ ვიეტნამურ ძალიან უბრალო რესტორანში, სადაც აკეთებენ ძალიან გემრიელ წვიმას სუპს. საინტერესოა. შეძლებს თუ არა დიტოს წვნიანი პირველი ადგილის დაკავება. დიტოს წვნიანი არა, ვიეტნამური. საჩაურყა. ესეც დიტოს შეჩეული კვების ობიექტი, რომელსაც ქვია აზია. ეს სამი კაცი კითხულობდა ვერ წავიკითხეთ. 5 minutes later. მოვიდა რეკომენდირებული ვიეტნამური სუპი. A little longer than a few minutes later. მე გარემო ძალიან მომეწონა და ჩემისათვის რაღაცა ეგზოტიკური, რომანტიკური გარემო არის თავისი აზიური ელემენტები. მე შევაფასებ ჩემს წვიას 7.5 ქულით, იმიტომ რომ მესამე კრევეტი აკლდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ პოლონეთში ამაზე გემრიელი ჯერ არაფერი არ უწამია. ბატონო ზვია, თქვენ ასე თქვით. რეკომენდებულ სუპს მე დავუწერ თქვენია შეხედეთ, თქვი გულახდი და დარეჭინება. 7 ქულას დავუწერ. არ ვეც დავუწევდი ეგზიტ პოლონეთი. არა, არ მინდა ისე შეიქნას რომ შეხედე, ამ ტომიამს რა დავუწევდი? აჰა. ამ ტომიამს. მოტომიამს 900 დავუწერდი მე, იმიტომ გასინჯულება. 9 ქულა თუ 10 ქულა. მე დავუწერ, არა, ქულას არ დავუწერ, დავუწერ 9 ქულას. A little longer than a few minutes later. ამოაწებ მოწოდილია, მაგრამ ამას უხდება ბრინჯთან ერთად. მე ისე მიყო. დაგვიწვი. დაუჯახულოთ, მოუჯახულოთ. აბა, მე ვიტყვი რომელშიც ქათმის ბაქრების ზომა. ხო ისე კაი ზომებია. აბა გავშინჯოთ. A few minutes later. შეჯობით პოლონეთში ყველაზე გემელი კერძი რაც ჭამე და უწერ 7-5 ქულას, იმიტომ რომ ის ერთადერთი კრევეტი. აი ეს ერთადერთი კრევეტი რომელიც აკლდა. დავუწევდი ამას 8 ქულას, კაი გამართულ 8 ქულას. რაც შეეხება შემწვალ კრევეტებს, სიმართლე გითხრათ ძალიან ცუდი იყო, ცოტა იმედები გაგვიჩნდა სამივეს ხომეთახმებით. და ნუ 3 ქულას უწევს დიტო, შეიძლება შეიძლება დავუწევდი კრევეტებს შემწვალს. მე საკითხი დავუწევდი, მე არ მეყარს. ნუ მე დავუწევდი 3.5-ს, იმიტომ რომ კრევეტი ისო მოვაცალე, რა ქვია. პანირება ხო, ნორმალური თვითონ კრევეტი კაი იყო, მაგრამ ნამეტანი ზედმეტი ის იყო. ცხიმი და პანირება, ხო. მაგრამ სოფლიოში ბრინჯიც ძალიან კაი იყო, მომეწონა. ერთი სიტყვით გვაყოფილები ვართ, რაც შევუკვეთეთ იმით და გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი ჩელენჯი გადავდოთ ხვალისთვის და ხვალე გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვჭამეთ. გათენდა არ ჩავსავ, ნუ გეშინია ზვიადი არ ჩავსავ, ტრაკებს ვერ ვლაპარაკო, არა. მოკლედ გათენდა მეორე დღე. კაი დასვენებულები, ენერგიებით სავსე, მივდივართ რომ გავუძღეთ როგორც ყოველთვის, მაგრამ ცოტათი შეიცვალა ჩვენი ასე თქვა მდგომარეობა, ვინაიდან ძალიან გვეჩქარება, მივდივართ ცოტა ახლოს მყოფ კვების ობიექტში, რომელიც არის ინდური. მოკლედ რატო ავიჩე ინდური რესტორანი? პირველ რიგში ძალიან ვისხავებული ახალი გახსნილი რესტორანია. შედარებით ცოტა რევიუ ხონდა, მაგრამ მაგარი რევიუ. მიზეზი რატომაც ავიჩე გეტყვი. პოლონეთში საჭმელი ძალიან ნაკლია, მძაფრი გემოვი. რის გამოც გეჩვენება უგემური. ამიტომაც ავიჩე ისეთი სამზარეულო, რომელიც სავსე არის რითი? და სიცხარე. ხო, სანელებლები, სიცხარე და
იმედი მაქვს რომ გამარჯვებას მომიტანს რა. რამოდენიმე კილოჯი შევარჩიე და მთავარი უნდა იყოს ჩიკენმა ისა ბათერ ჩიკენი, რომელიც ჩემი საყვარელი კილოჯია და იმედია გამამარჯვებულს. აბა, ბალეშო. ანუ შენ გასინჯული გააქვს უკვე. ხო, აბა. აჰა. შეხედე შენ ამას. დიდოს არაა გასინჯული. ინდური სამზარეულო საერთოდ არ გამისინჯა. ზიადი მაინც მოყვარული არ არის, არა? არის. იმედი მაქვს რომ ჩემი სტრატეგია გაამართლა. იგი ამაზე დამცინიან ეს რო ავიღე. ბიჭო არა გიხდება. მე სისმერი არა ვარ. ბატონი დიტო სინჯავს პირველ კეთს რომის სახელით ამა უწყდა. კარაჰი. აბა ეხა გავსინჯავთ. მეორე. აგი, აბა ნახოთ. და ამბრინჯ. ჩემი ობიექტური აზრი იქნება მივცე ამას 8 კულა. მე პირველად ვარ ინდურ რესტორანში. და ჩემი შეფასებით 8 კულა აქვს მიღება. ჩემი კიდევაც ვაკული. მოკლედ ას ვერ გადავუსმენდი რომ არ შეიძლება ჩამა და არ შეიძლება არ შემოსვა. არამერად ორას უჩები რომ გასინჯოთ და აგემოვნოთ. და იცოდეს სხვა კულტურის და სხვა სამზარეულოს გემო. მოკლედ ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. ჩელენჯში მე მგონი უპირობოდ გაიმარჯვა დიტომ. თვითონ გაიმარჯვე. გამარჯვებული ჩემპიონი დიტო ხოჭრად უმისე ხო? და აწი უკვე შეხვდებით სხვა ვიდეოებში, ასე რომ peace. დავემშვიდობოთ. კარგად მეგობრებო, სადმე გადავიკვეთოთ, მე ვიკისრებ რაცა. ხო, ჩვენ ისმი გადავიკვეთოთ და კისრება პრობლემა არა. არანაირად.